კულტურის სამინისტროს ახალი გუნდი გურამოდეშარიამ დღეს საკუთარი მოადგილეები დაასახელა. სამინისტროს სამოქმედო გეგმა ორ თვეში უნდა იყოს მზად ახალი მინისტრის ხელმძღვანელობით უწყება კულტურის ახალ პოლიტიკაზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი უკანასკნელი უწყება იყო, რომელშიც მინისტრის მოადგილეები დაასახელეს. გურამოდიშარიამ თავისი გუნდი დღეს ოფიციალურად წარადგინა. ხათუნა ხუნდაძე. ხათუნამ დამთავრა შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თანამედროვე და თავისუფალი ხელოვნების განხრით, გახლავთ ხელოვნების მაგისტრი, არის კულტურის მენეჯერი, განახორციელა ძალიან ბევრი პროექტი, ეგ არის საერთაშორისო მნიშვნელობის. გაბატონი მარინე მიზანდარი მოღვაწეობს საქართველოში და ასევე ბელგიაშიც. გახლავთ ხელოვნების დოქტორი, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი უფრო ზუსტად, განხორციელებული აქვს ათეულობით პროექტი და მათ შორის ევროკავშირის ეგიდით. ბატონ იური მეჩითოვს ალბათ დიდი წარდგენა არ უნდა, ასევე როგორც ქალბატონებს ისე თქვენ მას კარგად იცნობთ, ძალიან პოპულარული გახლავთ ბატონი იური, ცნობილი ფოტოხელოვანი, მას შექმნა თავისი სკოლა. წარმოგიდგენთ ალექსანდრე მარგიშვილს, მე მაქვს პატივი ორი კვირის განმავლობაში ალეკოსთან ერთად მემუშავა კულტურის სამინისტროში, ჩვენ ვიყავით ორნი და უკვე ხედავთ რომ ვართ მეტნი. ალეკოს აქვს პროფესიული გამოცდილება დიდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა კაცია, აქვს რამდენიმე პროექტი განხორციელებული მსოფლიო ბანკის ეგიდით. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეცვლილია მენეჯმენტის სისტემაც. მოვალეობები მოადგილეებს შორის ამ დროისთვის ასე გადანაწილდა. ალექსანდრე მარგიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომისტი, მენეჯმენტის მაგისტრი, უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიულ განვითარებას, ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებს, ასევე ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გატანასა და პოპულარიზაციას. ამავდროულად იქნება სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი, პედაგოგი, ფოტოსახელოსნო, მეჩითოვი დეისაძის დამფუძნებელი და ლექტორი, უხელმძღვანელებს ხელოვნების დარგების განვითარების სფეროს. ხათუნა ხუნდაძე, თავისუფალი ხელოვანი, ხელოვნების მაგისტრი, კულტურის მენეჯერი, უხელმძღვანელებს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის სფეროებს და კულტურის სამინისტროში ახლად ჩამოყალიბებულ თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიმართულებას. მარინე მიზანდარი, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, ქართული ხელოვნების მკვლევარი, საერთაშორისო ექსპერტი კულტურის ინსტიტუციური განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროებში, უხელმძღვანელებს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და საერთაშორისო პროგრამების განვითარების სფეროებს. თუ აქამდე ძირითადი აქცენტი დასმული იყო იმაზე, რომ ჩვენი ხელოვანი ხალხი ელემენტარულად შიმშილით არ გაწყვეტილიყო, ჩვენ ამას დავამატებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში ინახავდა, ჩვენ შევეცდებით, რომ მივცეთ ამ ენერგიას, ამ ნიჭს გასაქანი. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურულმა, ასე ვთქვათ, განვითარებამ, კულტურის სფეროში მუშაობამ შეცვალოს ყოველი ქართველის ყოველდღიური ცხოვრება, რაღაცნაირად გაალამაზოს იგი, ან რაღაც საქმიანობაში ჩართოს და შეუცვალოს ცხოვრების ნირი, რომ კულტურამ ხელი შეუწყოს ჩვენი რეგიონების, თუნდაც ძალიან შორეული სოფლებისა და დაბების განვითარებას. ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი შემოთავაზება, იმდენად მოულოდნელი, რომ მე კიდევ ახალი სწავლა დავიწყე, კიდევ ერთ მაგისტრატურაში ჩავაბარე, სრულებით არ მქონდა მინისტრის მოადგილეობაზე არც პრეტენზია, არც ილუზია, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ეს არის იმხელანდობა, რომ ამისთვის ურმესი მადლობა და მე მჯერა რომ გავამართლებ, მე ყველა ხელოვანს ვაძლევ პირობას, რომ გვერდით დაუდგებით. რისი შესაძლებლობები იქნება, ამას მე 2013 წლის ბიუჯეტი გვაჩვენებს. ხალხი მირეკავდა და ამბობდა მიდი ურა, უარიართ, ოღონდ უარიართ თქვა, თორე მოკლავთ. რატომ უნდა მოიკლათ ჩემი თავი არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ გავამართლო მათი ნდობა, ესეთი დიდი ნდობა და ხელი შეუწყო მართლა კულტურის განვითარებას, თანამედროვე ხელოვნების განვითარებას, არის ამისთვის ბევრი ფიქრი, ადრეც მქონდა, მუშაობდი ამ სფეროში გარკვეულწილად, არასდროს არ მქონდა არავითარი მაგიდა და სკამი, მაგრამ ეს არ მიშკიდა ხელს, მე ფიქრა და მე მუშავა ამ მიმართულებით. ახალი გუნდი კულტურის ახალი პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს. მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს ისინი ორი თვის ვადაში წარმოადგენენ.